აი შენდება და მშვენდება ნენელა ჩვენი საჭიდაო მოედანი. ეხლა აი ეს დროებით ჩამოხსნეს ეს კუთხე, შემოსასვლელი აქედან არის, თავარი შესასვლელი. აი ეს არის შესასვლელი, აქ კარები დაეკიდება. აქ სკამები დადგება, ეგრეთ წოდებული აროსები, სკამები. აქეთ იქნება 2 მეტრაგი კრუგში, ასე ხალხმა ფეხით რომ გაიაროს და აქეთ იქნება 12-12-ზე საჭიდაო ტატამი. ასე რომ აქ კიდევ სადაც სკამები გაკეთდება, იმის უკან ფეხით გასავლელი, ეს კიდე ესე გაკეთდება. აი, დახურვა. ეხლა წევერმა შეუშალა ხელი, ბოლომდე ვერ დაამთავრეს, მალე და ანაგზობენ და დაამთავრებენ დახურვასაც. ყველა კვირა, ყველა 2 კვირაში ერთხელ ჭიდაობები უნდა ჩავატაროთ აქ, ვარსკვლავების მონაწილეობით, საქართველოს, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონების მონაწილეობით და ბუნებრივია ჩვენი ბიჭები, ჩვენი მოსწავლეები, ჩვენი ქალაქელები, ბათუმელები, აჭარლები, ჩვენი რეგიონელებიც მალე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები უნდა გავხადოთ. ასე რომ დიდი სპორტული ტაძარი არის. აგერ გამეხარდა ახლა ეს აქ თუ დავინახე. ერთი კვირა წვიმები იყო. ეთქობა ბიჭებმა ჯერ დამთავრებული არ არის, თავი შეაფარეს, ან იკეიფეს, ან ითამაშეს რაღაც დომინო, ან ნარდი რაღაც კამები და მაგიდა მოუწანიათ და შესაძლებელია იკეიფეს კიდევ. ასე რომ აი ამისთვისაც გამოსადეგარი აღმოჩნდა. ყველა დეტალი გადაღებული მაქვს ბალავერის გათხრიდან. არის იმის კონსტრუქცია, გასხმა, ყველა წერტილი გადაღებული მაქვს, დიდი ისტორია. 100 წლის მერე ეს სურათები და ეს კადრები რომ შევინახოთ. აქეთ უკან გაკეთდება აბანოები, საფიქრაშოები, ეს გასახდელები და ოფისი. ეს კრუგში შემოირაგება, რომ ქარიდაცვლა არ შემოვიდეს. ასე რომ დიდი ძეგლი, სპორტული ტაძარი მალე დამთავრდება და მალე ვიზეიმებთ. ფათაშორის სიტყვა აქვს ნათქვამი, პირველმა მე უნდა ვიჭიდაო, მე უნდა გავხსნა ამ საჭიდაოზე სეზონი, მე უნდა ვიჭიდაო პირველმა. იმედია ვნახავ ვინმეს. ვეტერანებს სპორტსმენს, რომელიც ვარჯიშობს და უპირატესობა რო არ მქონდეს. მე მასთან ვინმე არა სპორტსმენს არ ვეჭიდავები, სპორტსმენს ვეჭიდავები და რო წავაგო ისიც დიდი ბედნიერება იქნება ჩემთვის, რომ აი ამ საჭიდაოზე მაჭიდავები ვიქნები. ასე რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება. კარგად.